როგორც უკვე გითხარით, პრეზიდენტი იანუკოვიჩი სოჩია, საქართველოს ექს-პრეზიდენტი კი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი დღეს მაიდანზე მივიდა და აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა. მოსკოვი კი უკრაინის შიდა პროცესების შეფასებას ღიად განაგრძობს. კიევში ევროაქციის მე-16 დღეც ხმაურიანი აღმოჩნდა. Я украинец, я грузин и отже я европеец. მე ვარ უკრაინელი, ისევე როგორც ქართველი და ევროპელი. ამ სიტყვებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კიევში ევრომაიდანზე შეკრებილ ათასობით ადამიანს მიმართა. მიხეილ სააკაშვილი დემონსტრაციაზე მოლდოვის ვიცე-პრემიერთან და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მივიდა. ვიცოდი, რომ უკრაინა წარმატებას მიაღწევდა და ევროპული ქვეყანა გახდებოდა. ახლა დავწმუნდი, რომ არ ვწდებოდი. უკრაინა ამ ყველაფერს გადაიტანს, ამას ჩვენ ერთად გავაკეთებთ. უკრაინაში ჩამოვედი, რათა მივმართო ამაყი ერის ამახშილებს. თუ კი საქართველომ შეძლო, უკრაინაც შეძლებს. აქციაზე მისვლამდე მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა ვიტალი კლიჩკოსთან ერთად, მან ერთ-ერთ რესტორანში ივახშმა, შემდეგ კი უკრაინულ მედიას მისცა ინტერვიუ. ჩვენ რა თქმა უნდა უკრაინელებს ვერ ვეთქვით რა გააკეთონ. არასწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ვინმე უნდა გადადგეს, ან ხელისუფლება ვინმეს გადააბაროს. ეს უცხოელების საქმე არაა და თავად უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ. მეორეს მხრივ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ აქ ევროპისთვის დიდი გეოპოლიტიკური დრამა ვითარდება. ყველას თვალწინ უკრაინის ყაჩაღურად წართმევა ხდება. ევროპული არჩევანი და არა რუსეთს. ეს რჩება ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებად, თუმცა რამდენიმე საათის წინ ბატკივშინას, სვაბოდას და უდარის ლიდერებმა მედიას მთავრობასთან მოლაპარაკების დაწყებისთვის შესასრულებელი მოთხოვნები გააცნეს. მოთხოვნა სულ სამია: დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში დამნაშავე ხელისუფლების პირების დაკავება და მთავრობის გადადგომა. კიდევ ერთი განცხადება ოპოზიციამ დილითვე გააკეთა. ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად ლიდერები მსოფლიოს სავალუტო ფონდის სესხის გაზრდას ითხოვენ. მინდა ყველა თქვენგანს ვუთხრა, მიუხედავად ყინვისა, თოვლისა და ქარისა თქვენი პოზიციის დასაცავად აქ მოხვედით. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვინდა სახლებში დაბრუნება, თუმცა უფრო მეტად გვინდა ევროპული სტანდარტების ქვეყანაში ცხოვრება. ყველას ჰქონდეს საშუალება მიიღოს პენსია, სტიპენდია და რაც მთავარია, ხვალინდელი დღის იმედი. უკრაინა რამდენიმე კვირაში დეფოლტს მიიღებს. ხელისუფლებამ უნდა აგვიხსნას, რის გაკეთებას აპირებენ იმისთვის, რომ არ დაეცეს გრივნის კურსი და დარიგდეს ხელფასები და პენსიები. ჩვენ კონკრეტული გეგმა გვჭირდება. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიევის ტელეცენტრის შენობასთან ხელისუფლებამ დაცვა გააძლიერა. შესასვლელთან ბერკუტის მებრძოლები არიან მობილიზებული. გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ტელეცენტრის შენობის ბლოკირებას დემონსტრანტები აპირებდნენ.